ვენერა მერწყული ეს არის თავისუფალი, მიყვარს ის, ვინც თანაც თანამოაზრე ვარ, მეგობარი უნდა იყოს ჩემი, შეიძლება შეჩაყარებული, შეიძლება მე ძალიან უყვარ ვარ კოლექტივს და მიხდება ეს სოციუმში ბევრი მეგობარი რომ ყავს ეს მარტო სასიყვარულო ურთიერთობები ხო არ არის ეს არის გარემო სად უხდება ამას რა გარემო უხდება ხო და მერწყული მე-11 სახლის ეს არის სოციუმი ეს არის მეგობრები თანამოაზრეები ხიარული ადამიანი ძალიან თავისუფლების მოყვარული არის მაგალითად სოციალური არის ძალიან ახლა თუ არ არის სატურნი იქ ჩართული მაგ შემთხვევაში ხო ერთი ნეგატივი შეიძლება კონდეს ვიღაცისთვის ნეგატივი თორე ზოგადად თავისებური თვით გამოხატვა აქვს აი ვენერა სასწორისთვის ვენერა ლომისთვის ვენერა კუროსთვის ძალიან შეიძლება პოტენციურად ძალიან უგემოვნოთ იცვამდნენ მაგალითად და სინათლეში ვენერა მერწყულისთვის ეს იყოს თვით გამოხატვის ორიგინალური მცდელობა აი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებულად მეცოს ძალიან თავისუფალი სტილი ძალიან ესეთი როგორ გითხრათ, არ არის ეს ძალიან ისეთ სექსუალური ენერგია ან მომხიბვლელი ან დახვეწილი ფორმები, როგორც ვენერა სასწორი ან თხის რქა არის, ხო? ეს არის აი რაღაცები მივიცვი, მოვიცვი და გავარდი სახლიდან, ხო? აი და უხდებათ საქმე მაგაში არის. ხან უხდებათ ის ძალიან სუბუქი, თავისუფალი გამოხატვა. შეიძლება მე-7 სახლში იყოს ან სასწორები კონდეს ადამიანს და უკვე აღარ იყოს საქაჯაჯულ-დაჯაჯული სიტყვაზე, ხო? და შეიძლება იყოს თავისუფალი, შინაგანად ემოციურად ძალიან თავისუფალი. მსგავს ასპექტს იძლევა ვენერა ურანი. ჰარმონიულ ასპექტში ეს არის ადამიანი, რომელიც გზნობებს ძალიან თავისუფლად გამოხატავს, ძალიან უპრობლემო, ძალიან სოციალური არის, ძალიან ლიბერალი არის მაგალითად და ძალიან ოკეი აქვს ეს ენერგია, კვადრატურა ნეგატიური ასპექტი, ეს არის ემოციურ კონტაქტს ვერ ვახდენ ვერავისთან. აი ის რომ მე ვიღაცასთან დიდხანს ვიყო და ემოციურ სტაბილობა შევქნა, არა, ურანელები გარბიან, ადრე მთვარესის რო ვილაპარაკე, იქ თუ ემოციური გაქცევა არის, მაგალითად, მთვარის შემთხვევაში, აქ გრძნობადი გაქცევა არის. ან მე ძალიან მინდა ამ ადამიანთან ემოციური კონტაქტი ვერ ვახდენ, იმიტომ რომ გამირბის პარტნიორი, ან და ბოლოს ფიქრობენ, რომ ალბათ ესეთი ურთიერთობა უნდა მქონდეს ან დროებითი, ან რომ არ მეკუთვნოდეს. ხშირი არის ცოლქრობაში აი გაქცევაზე რო არიან პარტნიორისგან მაგალითად და მე ჩემთვის ვარ და არ მინდა მასთან ინტენსიური ანუ არ მიტოვებს იმის შანსს რომ მე მასთან ემოციურ კონტაქტზე დიდხანს ვიყო. ამიტომ ეს ცოტა ნეგატიური ასპექტი არის შფოთვის პლანეტა არის ურანი და ვენერასთან შემოდის აფუჭებს საკმაოდ აი ამ ვენერას აი სიმყუდროვის და გრძნობების ენერგიას ხო ეს დაიმახსოვრეთ გარკვეულწილად და ხშირად